სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ბიოგრაფიულიც არის ჯონ მაკარტურის ცხოვრებიდან, ვინც არ იცის, შეიძლება მოისმინოთ, ამიტომაც მე ესე დავასათაურე. კითხვა ამას არ მოიცავდა, მაგრამ მე მაინც შევეცადე, რომ კითხვა ესე დამესათაურებინა და სურათიც დაუდევი, სადაც არის ჯონ მაკარტურის ბაბუა და მამა, იშვიათი ფოტო არის, რომელიც ასევე იყო პასტორი. და საინტერესო ისტორიას მოყვება ხო ჯონ მაკარტური თავის კანადურ ფესვებზე და ასევე შოტლანდიურ ფესვებზეც. მაგრამ კითხვა ეხებოდა სხვა რამეს. მოდით მოусმინოთ ჩარლზ, რომელიც სვავს ამ კითხვას. სალამი ჯონ, მე ჩარლზი მქვია. მრავალი წლის წინ შენმა ბაბუამ, პასტორმა ჰარი მაკარტურმა მომნათლა. მართალია? ჩარლზ, შენ ისევ აქ ხარ? ამინ, ამინ. უფალს მადლობა. დიდება ღმერთს. გაუხარდა ჯონ მაკარტურს. წარმოდით რა ასაკის უნდა ყოფილიყო ეს ჩარლზი, ხო? კითხვა. მინდოდა დამედასტურებინა თქვენი კომენტარები ყურანზე და მეც მისი ნაწილები წავიკითხე. ეს თავიდან ბოლომდე სატანური ტყუილია. ის უარყოფს სამებას, უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და ძველი აღთქმის ნაწილებშიც ყველაფერში პლაგიატია და გადამოწერილი აქვს ძველი აღთქმის ნაწილები. და ჯონ მაკარტური უდასტურებს დიახ ეს სიმართლეა ჩარლზ და ჩარლზი აგრძელებს კერძოდ აბრამისეული ისტორია და იოსების ისტორია გახსოვთ როგორი მოპარული აქვთ და გადმოწერილი მათ. ახლა ჩემი კითხვა ეხება თქვენს გადაგებას, ეხლა ხან რო თქვით, შეუძლია ღმერთს ამერიკის კურთხევა? მე მესმის განსაკუთრებით და ზოგადი მადლის დოქტრინა. ჩემი კითხვა თქვენთვის ესეთია, პასტორო. სხვადასხვა წყევლა, რომელსაც აქვს საბოლოო იცით ხომ მიმართულება და ნაყოფს გამოიღებს, თუ ეხლა ღმერთმა დაწყევლა ამერიკა. მან, ესე იგი, ხელი უკა აღმართა, რა ზოგადი მადლიც აღარ არის ჩვენს ერზე ამერიკაზე? და ჯონ მაკარტური პასუხობს, ზოგადი მადლი ისეთი მადლია, რომელსაც ღმერთი როგორც მზე ყველაზე ასხივებს, როგორც წვიმა ყველაზე მოყავს. და ეს აინტერესებს ჩარლზს, რომ საერთოდ განწირულია და აღარ აქვთ შანსი ამერიკელებს, რომ მოინანიო და მობრუნდნენ. ეს არის ძირითადად კითხვის არსი. და ეხლა ჯონ მაკარტური პასუხობს. ფიქრობ, არსებითად ზუსტად ეს არის. ახლა კითხვა ასეთია, რამდენად? ეხლა ყოველი ამ შემდეგ, ესე იგი, რა დონის არის ეს რისხვა ღმერთის, წყევლა და შეუძლია თუ არა მისი აღდგენა და მობრუნება ამერიკას. თუ თქვენ წაიგითხავთ მეორე ნეშტას, მე-7 თავს, მე-14 მუხლს, იქ წერია, ჩემი ხალხის პრინციპი, რომელსაც ჩემი სახელი ეწოდება, დამდაბლდება, ილოცებს და მოძებნის ჩემს სახესო. ხედავთ? შემდეგ კი მე აღვადგენ მათო. ასევე ფსალმური 80, თუ ჩემი ხალხი მოусმენს ჩემს სიტყვას, ივლის ჩემს გზაზე, მაშინ მე ვიხსენი მათ მტრებისაგან და გამოვყვებავ მათ კლდოვანი თაფლით და ყოველი ამგვარად. გახსოვთ პერაფრაზირებას ვაკეთებ ახლა მე ამისაც. ფიქრობ, წმინდა წერილში ყველა საფუძველია იმის მითითებისთვის, რომ მაშინაც კი, როდესაც ერი მიტოვების და განკითხვის ქვეშაა, როდესაც ერს მოხსნელი აქვს შემზღუდველი მადლი. თუ არსებობს სრული მონანიება, თუ ღვთისკენ არსებობს მოქცევა და მორჩილება, ეს აუცილებლად შეიძლება აღდგეს. გაიხსენეთ ნინევია. გახსოვთ ნინევიას იონას რო უგზავნის, ხო? სასოწარკვეთილ ასურელებს და ღმერთი მათ პატიობს და ისინი ინანიებენ. ფიქრობ, რომ ეს ყველგან არის მითითებული წმინდა წერილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ღმერთის გაფრთხილება იქნებოდა ამაო. წარმოიდგინეთ ახლა, უყურთ ღმერთი ეუნება ესაიას მაგალითად. ქადაგებას ეუნება, რომ წავიდეს და იქადაგოს მე-6 თავში, ხომ, როცა ტაძარში იხილავს ღმერთს. რატო ეუნება მას, რომ წასულიყო და იქადაგა? თუ არ არის ამის პოტენციალი, რომ გადარჩეს ნაწილი. რომ ნაწილი მოусმენს, დაიჯერებს და გადარჩევოდა. ღმერთმა იცის, რამდენად დიდია ეს შესაძლებლობა და რამდენი ნაწილია დარჩენილი. ახლა ამიტომ მე არ ვიცი რა არის ამერიკის მომავალი. და ღმერთი არ არის ვალდებული ცოდვილი ადამიანების წინაშე. თუ ღმერთი ამას თავის დიდებად მიიჩნევდა, თუ ეს მისი მარადიული გეგმა ამას გააკეთებდა. ღმერთს შეეძლო და შეუძლია დიდი აღორძინება მოიტანოს ამერიკაში. და ხალხი შეიძლება ღვთისაკენაც მოიქცეს.
ნებისმიერი ცოდვილი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს, მე დავასახელე პედოფილები, დავასახელე ის გეი აქტივისტები, ხომ? თუ ღვთისაკენ ისინი მიმართავენ თავიანგონებას, სულს, გულს, გულწრფელად და ღვთისსულით გულწრფელად იქნებიან შთაგონებული და მოინანიებენ და იწამებენ, ისინი გადარჩევიან. და თუ ეს მოხდება ფართო მასშტაბით, ბევრი ადამიანი გადარჩება. ღმერთი დაიწყებს ამ ადამიანის კურთხევას. და მაშინ იქნება კურთხევის გადმოხრა, როგორც ადრე თქვი, რომლებიც ადამიანებზე მოდის. როგორც მე გითხარით, შედარება 1 კორინთელთა მე-7 თავის პრინციპი. რომ ერთი მორწმუნე ადამიანის მიერ მეორე იკურთხება, ქორწინებაშიც კი. და ჩალზე იკითხება, ამასობაში ქრისტიანებმა უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ქადაგება? და ჯონი პასუხობს, რა თქმა უნდა. და ფიქრობ, რომ ეს არის შესანიშნავი დრო. ეს არის საუკეთესო დრო ქადაგებისათვის დღეს ამერიკაში. საუკეთესო დრო, რომ მოუწოდოთ მათ მონანიებისაკენ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თქვენ ყავთ ისეთი ადამიანები, მაგალითად, რომლებიც საერთოდ არ მიიღებენ იმას, რაც თქვენ თქვით ისლამის შესახებ. აი მაგალითად იგივე თქვა ფრანკლი გრეემა. ეს არის ბილი გრეემის შვილი, რომელმაც ტელევიზიით თქვა, რომ ისლამი ბოროტებაა, როდესაც მოხდა ეს იცით ეს ტერორისტული აქტი, ხომ? მაგრამ MSNBC-ზე, ხო, ტელევიზიაზე, ხალხი ამბობს და არც ერთი ქრისტიანი არ დაეთანხმება მას. ნახეთ, არ გაიზიარებენ, რომ ისლამი ბოროტებაა. საქმე იმაში კი არ არის, თუ რას აკეთებს სამყარო. ჩემთვის საქმე იმაშია, თუ რას აკეთებს ეკლესია. სწორედ ეს არის ყველაზე მძიმე და ამავე დროულად ყველანაირად ისეთი დრო, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და გავუმკლავდეთ ამ საკითხებს. მაგრამ ეკლესია უფრო და უფრო მარგინალიზებულია და უფრო ხდება პოპულარობის ძებნელი. მათ პოპულარობა ამოძრავებთ და არა ჭეშმარიტების ქადაგება. მადლობა ჯონ პასუხისათვის და ჯონ მაკარტური აგრძელებს არაფრის ჩარლს და მადლობა თქვენ და შესანიშნავი იმის სოდვან, რომ ჩემმა ბაბუამ თქვენ მოგნათვალთ. ჩემი ბაბუა იყო ჰარი მაკარტური, ის იყო კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზის ტელეგრაფისტი. იმ დროს, როდესაც ისინი ტელეგრაფს იყენებდნენ. ის იყო კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზის მთავარი ტელეგრაფისტი კალგარიში, ალბერტის შტატში, კანადაში. ხოლო მისი ოჯახი პრინც ედვარდის კუნძულებიდან იყო წარმოშობით. ისინი რკინიგზის მუშაკების ოჯახში იყვნენ ყველანი გაზრდილები. მისმა მამამ, ჩემმა დიდმა ბაბუამ, პრინც ედვარდის კუნძულზე პირველი კაცი იყო, რომელიც ლოკომოტივს მართავდა და ისინი ყველანი შოტლანდიიდან ჩამოვიდნენ. ის ქრისტესაგენ კანადაში მოექცა, შემდეგ მათ აიღეს და ჩაალაგეს ჩემოდნები მისმა ცოლმა, ჩემმა ბებიამ, მათმა ორმა შვილმა, ჩემი დეიდა და ჩემი მამამ და ისინი სამხრეთ კალიფორნიაში ჩამოვიდნენ. მას სურდა, რომ ლოს-ანჯელესში ბიბლიის ინსტიტუტში ესწავლა, რომელიც ლოს-ანჯელესის ცენტრში იყო. ის აქ ჩამოვიდა სასწავლებლად და ქადაგებელი გახდა. და მან დიდი გავლენა მოახდინა ამ ქალაქში, ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე. და სინამდვილეში ის 1941 წელს გარდაიცვალა კიბოთი. ასე რომ მას შედარებით მოკლე სამღვდელო პასტორული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მან დიდი გავლენა მოახდინა ბევრ ადამიანზე. ალბათ ყველაზე დიდი წვლილი, რაც ბაბუაჩემმა გააკეთა, ეს იყო მისი პატარა ბროშურა, რომელიც მან დაწერა სახელწოდებით რატომ არ შეგიძლია ებრაელის მოკლა ან განადგურება. ეს იყო ღვთის ერთგულების დასტური, მისი აღთქმის მიმართ, რომ ისრაელი მომავალში გადარჩებოდა და დღემდე ეს ბროშურა ვრცელდება. მე აქ-იქ შემხვდება ხოლმე ეს ბროშურა. ასე რომ ის იყო ღვთის ერთგული კაცი და გმადლობთ, რომ გაიხსენეთ და პატივს მიაგებთ მას. მადლობა მოსვენისათვის.